აუცილებლად კითხავთ იმ მოთხოვნის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 12 საერთაშორისო პრესის ორგანიზაცია თავისუფლების ითხოვს მზიაამაღლობელის გათავისუფლებას, ხვალაც ასევე მნიშვნელოვანი დღე იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ განაჩენი გამოცხადდეს მზიაამაღლობელის საქმეზე. გისმენთ. რაც შეეხება მზიაამაღლობელის საქმეს, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა, რომელიც პირდაპირ მიკრულია ამ ქართული ოცნების ძალაუფლებაზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ბოროტება, რასაც ისინი ჩადიან. ეს არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, სასამართლო, რა ვიცი, ყველაფერი ერთად სამარცხვინოა და იმედი მაქვს, რომ თუ ეს სამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ბევრი ელოდება, ძალიან ძვირი დაუჯდება თითოეულ მათგანს, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, ამას მე აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ. ეს არ არის საკითხი, რომ აი ესე რაღაცა გაწირო ადამიანი და მერე ვითომ არაფერი. არა, ესე არ იქნება ნამდვილად. დანარჩენ საქმეებსაც შეეხება, რა ვიცი, ხა იშვიათად მინახავს საქართველოს აი ამ უახლეს ისტორიის განმავლობაში მსგავსი თეთრი ძაფით ნაკერი პროცესები. ბევრნაირი პროცესი გვინახავს, ვაკვირდებით 90-იან წლებიდან მოყოლებული, ბევრი გვინახავს, მაგრამ აი ესეთი პირდაპირ თვალში ნაცრი შეკრა, რაღაც დაბრალება, გაყალბება, არ ქონა მტკიცებულებების, რაღაცების მოგონება და ასეთი პოლიტიზებული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამოიტანოს და გამოაქვს ნაწილ-ნაწილ ამ სასამართლოს, მართლა არ მახსენდება. აი ამის ვიჯექით ერთად საუბრობდით, ვერ ვიხსენებთ ესეთ აბსურდს და რა თქმა უნდა, ესეც ისევე როგორც ზიას თემა, ესეც არის ძალიან დიდი ბოროტება მარტო ამ ახალგაზრდების წინაშე არ არის, აი ვისი დასჯას აპირებენ თავისუფლების სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, ამისთვის ჯიან ხალხს. მე ვფიქრობ, ეს არის მთელი ქვეყნის წინაშე დანაშაული, რომელსაც აი ესე ღიად პირდაპირ თავხედურად ჩადიან და რა ვიმეორებ, რომ არავის არ შერჩება ეს ბოროტება, როგორადაც არ უნდა გძნობდეთ, ცხენზე არიან ეხლა და სადღაც ზემოდან უყურებენ, არავითარ ცხენზე არ არიან და არავითარ ზემოდან არ უყურებენ და ისინი საიდანაც შეხედავენ ამას, მერე თვითონაც დაინახავენ. ეხლა მე არავის არ ვემუქრები, მე ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად იმას, რაც არის მოსალოდნელი ასეთი უსამართლობების შემდეგ და არსებობს სამართალი არსებობს რა. ეს ჩვენ არა ვართ ის ხალხი, რომ ასე მარტივად გავატაროთ. ანუ ამას იმიტომ ამბობთ, რომ ეს უნდა დაფიქრდეს ამაზე თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. რა ვიცი, იმიტომ რომ ეს ხო რაღაც სისტემური საკითხია, ბატონ ლაშა, ხო, დაიწყო თქვათ იქ მერე თავის დროზე გამოჩნდა პრინციპში კიდეც კარგად სასამართლოზე, მათ შორის აი ჩვენებების მიმცემი პოლიციელების საუბრიდან, ხო, მაგ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცა ერთი რგოლი მონაწილეობს ამაში, რაღაცა შეკრული წრე არის, რომ და ყველა თანახმარი ამ წრეში, რომ აი მივიდეს ეს საქმე ბოლომდე, ხო, რაღაც ყველამ ითქვა არაერთხელ შეფასდა ეს საკითხი, რომ ყველამ თავის როლი შეასრულა აი ამ საკითხში, რომ საბოლოოდ სასამართლოს აი ეს წრე შეეკრა და დაერტყა ჩაქუჩი იმაზე, რომ ხო, აი სამი დასკვნა მოიტანეს აბრამოვის საქმეზე, სამხარაულის არაფერი არ ფიგურირებს, არც ანაბეჭდი არაფერი, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ ცარიელი ქაღალდია და გააგრძელო განხილვა მსჯელობა და საბოლოოდ საქმე შესაძლოა მრავალწლიან პატიმრობამდე მივიდეს. ხო, ასეთია სწორედ იმ იურისტების დასკვნა, რომლებიც აი ამ პროცესს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და ჩართულები არიან მასში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ვიწრო წრე ადამიანების, რომელიც მონაწილეობენ ამ პროცესში. ვიწრო წრე, ვინც მონაწილეობს, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, ასე შემდეგ, ეს გასაგებია პოლიციელი, რომელიც არაძლევს სწორჩვენებას, ვიღაცა იტყუება
ხდება რომ ვიღაცა არ იტყუება სხვა შეს ესეთებიც ხდება ხოლმე ხო რომელიც გამოდის და რაღაცნაირად ან არ გამოდის იმახა ჩვენ არ ვიცით ეს თელი ისტორია და ალბათ დრო მოვა და გავიგებ და მე დარწმუნებულია გამოჩნდება მათ შორის ფორმიანი ვიღაცა რომელმაც ამ უსინდისობას ხელი არ მოაწერა ამასაც გავიგებთ დარწმუნებული ეს ქვეყანა კიდევ მე არ არის ესეთი რომ ყველა ვისაც ფორმა აცვია ყველა ეგეთია არ არის ნამდვილად ამიტომ დარწმუნებული ვარ ვიღაცები გამოჩნდებიან და რომლებსაც არ შერცხვებათ მაგრამ ის ვინც მონაწილეობს მათ შორის პოლიტიკურად მონაწილეობს ამ გადაწყვეტილებაში რა თქმა უნდა მათი პასუხისმგებლობაც არის დიდი და მე ვიტყოდი რომ მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მათია მთავარი პასუხისმგებლობა არის ვინც პოლიტიკურად რატომ იცით რომ როდესაც აი მაგალითად თქვენს და სხვაებიც საუბრობენ რომ სასამართლო პოლიტიკური საქმეებზე არის მოწყვეტი ხო ხელისუფლების მხრიდან და შესაძლოა იყოს გავლენის ქვეშ ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსების განცხადებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენ აი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე არაერთხელ გვინახავს ამა თუ იმ პოლიტიკოსის განცხადება და შემდეგ ეს შეფასებულა როგორც შესაძლოა რაღაც გეზის მიმცემი ხომ იმ ადამიანის მიმართ რომელიც ამ პროცესს უყურებს და აკვირდება ან იგივე მოსამართლის ან არ ვიცი ნებისმიერი მასში ჩართული პირის მხრიდან ხო იქ ადამიანები ჩვენებებს იძლევიან და ასე შემდეგ აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ და აი მზიაზე მინდა გთხოვოთ აქცენტის გაკეთება ლაშა მზია ამაღლობელის საქმეზე ხვალ როგორც აღნიშნე მნიშვნელოვანი დღეა დასკვნითი სხდომა იქნება 1 აგვისტოს და არის დიდი მოლოდინი რომ შესაძლოა მოსამართლის სახელაშვილმა გამოაცხადოს განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა რამდენიმე დღის წინ რომ ეს შეიძლება გზის გასაყარიც იყოსო ეს თარიღი. 1 აგვისტო თუ გამამტყუნებელი დადგება მზიას შესახებ რას ფიქრობთ თქვენ? მე ვეთანხმები ქალბატონ სალომეს ეს არის გზაგასაყარი და გზაგასაყარია იმათვისაც ვინც უშუალოდ მონაწილეობს პირდაპირ თუ არაპირდაპირ აი ესეთი საქმეების გადაწყვეტისას, ასევე გზაგასაყარია ჩემი აზრით მორალური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ მე ვიცი უდიდესი ნაწილი ამ ჩემი აზრით ამ საზოგადოების ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ხვდები ვის ნაწერსაც ვკითხულობ, ვის კომენტარსაც ვნახულობ სხვა ქსელებში, ტელევიზიით, აი ვისაც პატივს დიდი ხანია ვიცნობ თუ უამრავი ახალი სახეც გამოჩნდა რა ვიცი სტუდენტები ვის თვალებშიც ვხედავთ აი რაღაც ცეცხლს და რაღაც ნამდვილ სიყვარულს ქვეყნის სიმართლის მიმართ რაღაც სწორდამოკიდებულებას ყველა არის მზიას მხარეზე ამიტომ ამბობ რომ ეს გასაყარი არ არის მარტო იმათვის ვინც ხელს აწერს და გადაწყვეტილებას მიიღებს თავის ცხოვრების ალბათ თავარ მოსამართლესთვის ეს არის თავარი გადაწყვეტილება ის გახდება მოსამართლე თუ ის გახდება ანტიმოსამართლე ეს გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს ახლა იმ ადამიანებმა ვინც ამ საქმეზე არიან და რა თქმა უნდა აკინძულია მოსამართლე პროკურორი ის პოლიციელები რომლებიც იქ რაღაცებს ლაპარაკობდნენ იტყუებოდნენ თუ ვინც იყო და არ იყო არა აქვს მნიშვნელობა სხდომათა დარბაზში ძალიან კარგად დაინახავდა ამ განწყობებს სიყალბეს რაღაც ცინიზმს და ასე შემდეგ ეს არის უნიკალური ისტორია არის ამ ქვეყნის ამ ეტაპისთვის რა რაც ხდებოდა ისი მომსწრენი ჩვენ ვართ ხო ამიტომ ვიძახი რომ ეს არ არის ვიწრო მე გეთანხმებით ეს არ არის ვიწრო საკითხი როცა გზაგასაყარზე ეს არის ძალიან ფართო პოლიტიკოსები საზოგადოების ცნობილი ადამიანები და ასე შემდეგ და შემდეგ უვადოდ დაინიშნა თქვენ ახსენეთ რომ მრავალი ადამიანისთვის იქნება რაღაც გეზის მიმცემი ხო ეს ამბავი ეს გადაწყვეტილება და სხვათა შორის აი გამოსასწრებო ვადაში იყო რომ დაიწყო ამ საქმის განხილვა თუ არ ვცდები მოსამართლეს სახელაშვილმა და დღეს ის უვადოდ არის გამწესებული ასე რომ ესეც რაღაც ფაქტორია ესეც არის რაღაც გარკვეული შესაძლო სიგნალი ამ საქმესთან მიმართებით ვნახოთ როგორ განვითარდება ესეც ხო პირობითია უვადო რა იქნება ხვალ ნახოთ და შემდეგ რა იქნება ზეგ და მაზეგ ამასაც ნახავთ იმედია კი ბატონო დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ლაშა ტუღუში საუბრობდა ჩვენს ეთერში 5 საათზე